ლელო საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. თავად ხაზარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება რუსულ ინტერესებს ემსახურება და ანტიეროვნულ ინტერესებს ატარებს. მისი შეფასებით ქართული ოცნების წარმომადგენლები დასავლური ინვესტიციის წინააღმდეგნი არიან. უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ ლელოს ლიდერი საერთაშორისო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე დამნაშავედ ცნოდა. მას სახელმწიფო ბიუჯეტში $600,000 აქვს ჩასარიცხი. ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ სწორედ ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ინვესტორების მოზიდვაზე და მას სრული თავისუფლება ჰქონდა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხაზარაძე ადრე საუბრობდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ანაკლიაში და დღეს საუბრობს, თითქოს ჩინური ინვესტიცია არის დანაშაული ქვეყნის წინაშე. პაპუაშვილი არის სწორედ ამ ხაზის გამტარებელი, რომლებიც რუსულ ინტერესებს ემსახურებიან, ანუ ანტიეროვნულ პოლიტიკას ატარებენ. ეს სპიკერები ყოველთვის იქნებიან წინააღმდეგი იმის, რომ ჩვენ ქვეყანაში შემოვიდეს დასავლური ინვესტიცია, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის ინვესტიცია, ამის წინააღმდეგი იქნებიან, იმიტომ რომ ეს ინვესტიცია ნიშნავს თავისუფლებას, ეს ინვესტიციები ნიშნავს უსაფრთხოებას, ეს ინვესტიციები ნიშნავს ქართველი ხალხის ეკონომიკურ კეთილდღეობას. მათი ამოცანა პაპუაშვილების და მსგავსების არის ქვეყანა დაუბრუნდეს საბჭოთა პერიოდს. ის რომ თვითონ არის ლუზერი, ის რომ თვითონ არის არაპატრიოტი, ჩვენ კი ნუ დაგვიჯერებთ, აგერ საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, სადაც მას დააკისრა, რომ შენ ხარ დამნაშავე, შენ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვით, ამიტომ $600,000 აქვს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხი. თვითონ კიდე მილიარდობით დოლარს ითხოვდა სახელმწიფოსგან. ჩვენიდან, ანუ ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯიბიდან. აი ეს კაცი დღეს ახლა თქვენ ელოდებით, რომ რაღაც პატრიოტულ განცხადებას გააკეთებს საქართველოს წინ არა, ის მაშინაც ემსახურებოდა უცხო პატრონებს და ეხლაც ზრუნავს სხვა ქვეყნებზე. თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ინვესტორების მოზიდვასა და მას ჰქონდა სრული თავისუფლება. მას შეეძლო ამერიკელი ინვესტორების მოზიდვა, ევროპელი ინვესტორების მოზიდვა, ჩინელი ინვესტორების მოზიდვა, ნებისმიერი ინვესტორის მოზიდვა. მაშინ სხვათა შორის ხაზარაძე საუბრობდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ანაკლიაში და დღეს უკვე საუბრობს იმაზე, რომ თითქოს ჩინური ინვესტიცია არის დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე. მან ვერ მოიზიდა ვერც ვერავითარი ამერიკული ინვესტიციები, ვერც ვერავითარი ევროპული ინვესტიციები, შესაბამისად ყველაფერი დევს ხელის გულზე. რასაც ამბობს ხაზარაძე, ეს არის ცარიელი სპეკულაცია და манипуляცია. თუ თავის დროზე მას სურდა ამერიკელი ინვესტორების მოსიდვა, ამისთვის მას ჰქონდა მინიჭებული ყველანაირი შესაძლებლობა, თუმცა ეს არ გააკეთა, ვერ გააკეთა. დღეს მისი მხრიდან საუბარი ამერიკულ ინვესტიციებზე არის, რა თქმა უნდა, ცარიელი სპეკულაცია.